2 საათზე ნაკლები დრო რჩება იქამდე, სანამ ისნის მეტროს მიმდებარე ტერიტორია პროტესტის ეპიცენტრად გადაიქცევა. ზუსტად 3 საათზე მოქალაქეები სწორედ აქ შეიკრიბებიან და ამის შემდეგ უკვე დაიწყება ერთობის მარში. საპროტესტო მსვლელობა გადაინაცვლებს შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან კახეთის გზატკეცილზე, სადაც საქართველოს მოქალაქეები შეეცდებიან, რომ ძალოვანი უწყების ხელმძღვანელებს საკუთარი პროტესტის ხმა გააგონონ. დღეს ქუჩაში იქნება ყველა პროფესიის ადამიანი, ყველა ასაკის, მათ შორის დღევანდელ მარშში მონაწილეობას მიიღებენ სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები, ის ადამიანები, ვინც რეჟიმის სისასტიკეს საკუთარ თავზე ყველაზე მკაფიოდ და კარგად გამოსცადა. სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ძალოვანი უწყება ახლა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მოქალაქეების სამაგალითოდ დასჯა მოხდეს. თავდაპირველად ნახეს, როგორ უსწორდებოდა პოლიცია ქუჩა-ქუჩა ახალგაზრდებს, ამის შემდეგ კი უკვე ამბობენ, რომ პოლიციას ყველა იყენებს იმისთვის, რომ სინდისის პატიმრების საქმეებზეც მათ შორის ცრუ ჩვენებები მისცენ სწორედ ამ პოლიციელებმა და ამიტომ დღევანდელი მსვლელობაც შინაგან საქმეთა სამინისტროსთან იქნება საკმაოდ სიმბოლური. ასევე ამბობენ იმასაც, რომ როდესაც წინა შაბათს მსვლელობა იყო პროკურატურასთან, ნახეს, როგორ მიუყვანეს ადგილზე სავარაუდოდ ქართული ოცნების წარმომადგენლებმა, პროვოკატორები და ამბობენ, რომ მათ არაფრის არ ეშინიათ და დღეს ქუჩაში ძალიან ბევრ ადამიანს ელოდებიან. დღევანდელი მსვლელობის ორგანიზატორები არიან ფარის წარმომადგენლები, რომლებიც დღეს ზუსტად 3 საათზე ისნის მეტროსთან დაელოდებიან ყველას, ვინც ფიქრობს, რომ ახლა სისტემა საქართველოს მოქალაქეებს რუსული მეთოდებით ებრძვის. ერთობის და სოლიდარობის ეშინია ყველაზე მეტად ქართულ ოცნებას. იმიტომ რომ თვითონ არ აქვთ ეს და იმიტომ რომ ყველაზე მძლავრი იარაღია, რამაც კი შეიძლება რეჟიმი დაანგრიოს. ამიტომ ჯერ ყველაფერი აქვს მათ წინ, მათ უკვე იციან, რომ რუსთაველზე 20 კაცი ედგება თუ 200 კაცი, ამას საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა. სინამდვილეში წინააღმდეგობა და პროტესტი არის მძლავრი, არის ფართომასშტაბიანი და ის არის მთელ ქვეყანას მოდებული. ეს არის გადამწყვეტი ფაქტორი, რომელიც დაასრულებს რეჟიმს. ეს მარში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მხოლოდ რუსთაველზე არ უნდა ისმოდეს ჩვენი ხმა, ყველა მხრიდან უნდა შევაწუხოთ. აუცილებელი მოთხოვნა არის პირველ რიგში, რომ გადადგეს არალეგიტიმური მთავრობა. ჩვენს გვერდით იქნებიან სინდისის პატიმრის ოჯახის წევრებიც, რაც ჩვენთვის სხვანაირი мотиваცია იქნება, რა თქმა უნდა, არ დავნებდებით, არ გავჩერდებით, მათ გვერდით ვიქნებით ბოლომდე და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მარშიც თავის შედეგს გამოიღებს. მე ძალიან მომწონს ის, რომ მთელ ქალაქს ედება ეს პროტესტი. რა თქმა უნდა, რუსთაველი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ სხვა წერტილებიც მნიშვნელოვანია და ერთობა იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ გერბზე გვიწერია ძალა ერთობაში ასულ ხანსაბამეს გვითხრა. ჩვენი ამდენ საუკუნოვანი ისტორია ამას ამბობს და ჩვენ თუ ერთად არ დავდგებით, ვერ გადავრჩებით. ამიტომ მხოლოდ და მხოლოდ დიდი რაოდენობის ერთად გაერთიანებით დავამარცხებთ ნებისმიერ მურჩხულს, მათ შორის რუსეთის იმპერიასაც, იმიტომ რომ ბევრმა დაამარცხა ჩვენნაირად პატარა ქვეყანა. უნდა გამოვიდეთ, რაც შეიძლება ბევრი, გამოდით ისეთები, ვინც არ ყოფილხარ, ძალიან საინტერესოა, იხილავთ ხოცების მოგზავნილ ტიტუშკებს, რომელსაც არაფერიც არ შეუძლიათ, მაგრამ გაერთობით. იხილავთ ჩვენ ერთობას და იხილავთ რამდენიც ვართ და რამდენად დიდი მხარდაჭერა გვაქვს თუნდაც თბილისის გარეუბნებში, სადაც თავის გაყალბებული არჩევნებითაც კი პირწმინდა წააგეს ყველაფერი. ზუსტად 3 საათზე ისნის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან მსვლელობა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური შენობისკენ დაიწყება. კახეთის გზატკეცილზე საქართველოს მოქალაქეები საკუთარი პროტესტის ხმას ძალოვანი უწყების თანამშრომლებს გააგონებენ და ამბობენ, რომ მათ ყველაფერი გამოსცადეს ამ რეჟიმის მხრიდან და პირდაპირ იტყვიან დღესაც და მათი ეს პროტესტი ემსახურება იმას, რომ მათ არაფრის ეშინიათ. ახლა მთავარი მოთხოვნა არის ის, რომ უნდა გადადგეს არალეგიტიმური ხელისუფლება. პირდაპირ ეთერში მარია მაკასარაშვილი საუბრობდა. მადლობა მარია.